შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაცვის დღე საინტერესო აქტივობით აღინიშნა ასოციაცია გურიაში. შეხვედრა სარეაბილიტაციო ცენტრში ბენეფიციერებთან და პედაგოგებთან ერთად მშობლებიც ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ისაუბრეს 3 დეკემბრის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით არსებულ დინამიკაზე. ასევე ასოციაცია გურიას ისტორიაზე და განვითარების გზებზე. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაიხსენეს ცნობილი ადამიანები, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსს ატარებდნენ. ასევე შეხვედრაზე მოისმინეს ისტორია ადამიანზე, რომელმაც ოჯახის დედის დახმარებით ჯერ სტიგმა დაამარცხა, შემდეგ კი საზოგადოების სრულფასოვანი წევრი გახდა. იყო მსჯელობა და საუბარი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებებზე, შესაძლებლობებზე და მომავალზე, რომელიც მათი თქმით უფრო ადაპტირებული და ნათელი უნდა იყოს. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მშობლები და შვილები უფრო ჩაკეტილები იყვნენ და არ იყო ცნობადობა. ეხლა უფრო წამოვიდა ის, რომ უფრო ცნობადობად გახდა და ეს ჩვენი შვილები ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან ისეთები, როგორც არაშეშემო პირები და ყველაფრის უფლება აქვთ, რა თქმა უნდა, ამ ცხოვრებაში ისე როგორც ყველა ადამიანს და ძალიან რთულ გზას გადიან, როგორც ბავშვები, ასე მშობლები. ამ ცენტრში ამათი ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჯერ ბავშვები ადაპტირებულები არიან. მე არის ისეთი გარემოა თვითონ აქ შექმნილი, რომ ერთმანეთის სიყვარულით უხარიათ აქ მოსვლა. ყველა დღიურად აქვთ, უფრო სხვადასხვა რაღაც აქტივობები აქვთ. ახლა მაგალითად ემზადებიან კარნავალისთვის, ეს ბავშვებისთვის სტიმული არის და პარალელურად მშობლებიც უნდა მეტად ჩაერთონ. შვილმა უნდა იგრძნოს, რომ მის გვერდით რამხელა ის არის, ძალა არის. ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული შშმ პირისთვის და იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ამ თემისთვის მუშაობენ. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ გვინდა რომ ამ ადამიანებს ჰქონდეთ უფრო მეტი ხილვადობა, უფრო მეტად ხედავდეს საზოგადოება მათ და არ აღიქვამდნენ ამ თემის წარმომადგენლებს მხოლოდ თავისი სტატუსის შესაბამისად, რომ ეს ადამიანები არიან ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი საზოგადოებისთვის და აკეთებენ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საქმეს. ეს იყო შეხსენება და ასევე შეხვედრა მშობლებთან, დაინტერესებულ პირებთან, თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებთან, რომელი დღეც გვახსენებს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ტოლერანტულები, უნდა ვიყოთ მიმღებები და უნდა შევძლოთ ერთად ცხოვრება, რადგან ჩვენი უფლებები, შშმ პირთა უფლებები თანასწორია ყველა სხვა ადამიანის